დღეს ბათუმელების ჯგუფი ავედით შუახევში, ჭვანაში. ჭვანა არის მზია ამაღლობელის სოფელი, სხვადასხვა ჩემი დედულეთია. და იქ დაგვხვდნენ ადგილობრივები, რატომ ისმის კითხვა, რა გვინდოდა ჭვანაში, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ავიდოდი ჩემს დედულეთში ამ მიზნით, რომ მელაპარაკა იმაზე, რომ გაათავისუფლეთ მეთქი პოლიტპატიმრები, ძევლები რეჟიმის. თან ვინ, როგორ, რა მიზეზით დაპატიმრებული მზია, ამაღლობელი ზვიად, ცეცხლაძე და არაერთი სხვა. ვერ ჩამოვთვლით, თუმცა ბევრი სახელი და გვარი, როგორც თქვენ, მე და ჩვენმა მაყურებელმა უკვე დავიზეპირეთ, ვიცით, მაგრამ ალბათ ახლა მაინც მზიაზე უნდა ვისაუბროთ და უმთავრესი რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ მზია ამაღლობელი იმ პლატფორმას წარმოადგენს ბათუმელებს და ნეტგაზეთს, რომელმაც მრავალი წლის, რომ არ ვთქვათ, ათეული წლის განმავლობაში გაუძლო არა მხოლოდ ხელისუფლებებს, ანუ იმ ძალებს, რომლებიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციასაც. ამას შეგნებულად ვამბობ და გეტყვით, რომ ზოგჯერ ისე ხდება, რომ შეიძლება მედია პლატფორმა, ნებისმიერი სხვა პლატფორმა არ იყოს, თქვათ, მანდამაინც ხელისუფლების გავლენის ქვეშ, მაგრამ იყოს არაობიექტურად სხვა გავლენების ქვეშ. აი, რაც შეეხება ბათუმელებს და ნეტგაზეთს, ამათ მოახერხეს ის, რომ არასდროს არ ქონიათ არავის გავლენა, მხოლოდ ემსახურებოდნენ უმაღლესი სტანდარტით ჟურნალისტური ეთიკის, სამართლის უზენაესობის და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენს ხალხს და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქებას. მე ახლა ბათუმში ვარ, ალბათონო თამარ, ბატონო დავით და აი ამ საღამოს ეხლა ამოვედი ჩემს სოფელში უკვე მამისე მახინჯაურში და რატომ ამბობ იცით ამას, რომ გამოივლით ბათუმს ახლა აი ამ შუა ზამთარში აღმოაჩენთ, რომ ყველა კვადრატული მეტრი არის იმ ბიზნეს სექტორისა, იმ ბიზნესებისა, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებული ოცნებასთან. სამწუხაროდ არა მხოლოდ აჭარაში, მთელი საქართველო ასეა, ბიზნესები შენებლობა, ყველაფერი. უბრალოდ უნდა მეთანხმებით, რომ რა მოსატანია, მაგრამ ბათუმი და ზღვისპირეთი ხომ სულ სხვა ფასია. გესმით? აქ ხომ სულ სხვა და შესაბამისად უფრო ზია და ბათუმელები სად მივდივარ, ამას აშუქებდნენ ყველაზე კრიტიკულად ყოველთვის. ხო, აი რატომ შეარჩია ზუსტად ასეთი მედია სამიზნედ ქართულმა ოცნებამ, ბატონო არმაზ, თქვენ თქვით, რომ ის იყო გამორჩეულად დამოუკიდებელი მედია აბსოლუტურად ყველა ტიპის, ყველა პოლიტიკური ჯგუფის გავლენებისგან. აი რატომ გახდა ზუსტად აი ასეთი გამორჩეულად სანდო და რეპუტაციული მედია ახლა ქართული ოცნების სამიზნე? რა გზავნილია? მე ვფიქრობ მარტივი ახსნა. აი, ოდესაც ჩვენ თელმა ქართველმა ხალხმა, სხვადასხვა ოცნების მომხრეებმაც და ჩვენც, ვინც ვეწინააღმდეგებით ამ ძალადობრივ რუსულ პოლიციურ რეჟიმს, დავკარგეთ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუცია, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სახალხო დამცველი და ყველაფერი სხვა აღარ ჩამოვთვლი, ყველა ინსტიტუცია, ყველა ჩაიჯიბა ივანიშვილმა. ამ დროს ოქროს ფასი აქვს. ყველა იმ პლატფორმას რომელიც შესაძლოა სულაც არ არის ვალდებული კანონით, რომ ამ სტანდარტს იცავდეს, მაგრამ იცავს. ხომ ხვდებით რას გეუბნებით? ამიტომაც ბათუმელების ეს პოზიცია აღმოჩნდა ივანიშვილის ამ მოძალადე რეჟიმისთვის, ვიტყოდი რა, როგორც ყელში გაჩხერილი ძვალი, იმიტომ რომ ის ყოველთვის ამხელდა და თანაც ეს, რა თქმა უნდა, არის სამაგალითო სადამსჯელო ოპერაცია თქვენთვის, ახლა ვინც მე მეკითხებით, თქვენთვის, თქვენ ორისთვის, სხვებისთვის, რომ იცოდეთ და ვიცოდეთ, რომ ესენი ჩვენ არ დაგვანებებენ, ესენი არ შეგვარჩენენ, არ გვაპატიებენ. ახლა შუახევში რომ ავედით მზიას სოფელში, ან ჩამოდიხარ ბათუმში, რას ფიქრობთ? მართლა არ არის ამდენი მომხრე მზია ამაღლობელისა, თუნდაც ჩემს კუთხეში, როგორ არ არის, მაგრამ თქვენ ხომ იცით ჩემზე კარგად, რომ Facebook-ზე ლაიქის გამო ადამიანებს იბარებენ და ტყავს ხდიან. ხო, ნუ სუსი მუშაობს ეს ყველგან ჩანს. ბიზნესში დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ მოგეკითხებათ.
ანუ ჩვენ გადავედით ტერორის, შანტაჟის, დაშინების ჯერ არ ნახულ ფაზაში და ჯერ საგვარ. ბატონო არმაზ, ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, თქვენ აჭარაში ურთიერთობა ბევრ ადამიანთან გაქვთ, ბევრი პოლიტიკური მრწამსით, მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც ყავთ. შეიძლება სამეგრობრო ვიწრო წრეში არა, მაგრამ მათთან ურთიერთობა გაქვთ. გძნობთ და მათში ხედავთ რაიმე სინანულს, აი მზიას საქმეზე გეკითხებით მხოლოდ ან ბრაზს, იმიტომ რომ სრული და ცხადი უსამართლობის მსხვერპლია ეს ქალი და აქვე თამარმა სტუმრობისას პირველი კითხვა დაგისვათ, ირაკლი კობახიძე სინანულს ითხოვს და ესეც რო შეგვიფასოთ. კობახიძე ჩვენ რომ შვახევში ვიყავით, ბათუმში ყოფილა ეს თვითმარქვია ვაი პრემიერი, რაც შეეხება სინანულს, იცით ვიღაცა თუ გულში სინანულს განიცდის, მაპატიეთ, მაგრამ დღეს ამ ვითარებაში, როცა ასე ყველაფერი ღია და აშკარაა, როცა ასეთი ღია საქართველოს ღალატი. მე ვფიქრობ, რომ ესეთი გულში ამირან მღერლდაო დაიტოვონ თავისთვის. დაიტოვონ თავისთვის. მესმის, ყველას თავისი ეტაპი აქვს. ყველა რაღაც მომენტში უნდა მომწიფდეს სათქმელად, შესაძლოა რომ გაბედოს, მაგრამ ვერ გაბედო ის, რომ თქვა რომ აი ამ შავ დღეშია დღეს მთელი ქვეყანა და თუნდაც სიტყვით გაემიჯნო მას. კარგი, არავინ ითხოვს ისეთ საქციელს, მზიამ რომ ჩაიდინა. მესმის, ყველა ამას ვერ ვიზამ, მაგრამ რომ თუნდაც სოლიდარობა გამოუცხადო, ან საპირისპიროდ არ მიცე თავს უფლება, რომ მზიას კრიტიკით დაკავდე, ან იმათი კრიტიკით, ვინც მზიას სოლიდარობას უცხადებს. წარმოგიდგენიათ რა უზნეობაა? ხომ წარმოგიდგენიათ? შესაბამისად, მე არ ველი, რომ აქ ვინმე შეიძლება ერთბაშად გაკეთილშობილდეს, როგორც ჩანს, ძალიან მცირე დრო დაგვჭა ყველას. იმ ხარესაც ვიტყოდი და ამ ხარესაც. იმიტომ რომ ძალიან ცოტაა დრო, რომ გონს მოვიდეს ყველა და მიხვდნენ სად არის სიმართლე და სად არის სკვდიადი და სიბნელე. და ასევე ჩვენ იცით რატომ დაგვჭა ცოტა დრო, არ შემიძლია ეს არ გითხრათ. იმიტომ რომ ჩვენი დროც მაპატიეთ თუ მოგეჩვენებათ ეს ცოტა ისე ნათქვამად შეიძლება არ იყოს ეს ახლა კორექტული ეთერში, მაგრამ მაინც ვიტყვი. ჩვენ ცოტა დრო გრჩება. ჩვენ თუ ახლა ყველა გზით, ყველა კონსტიტუციური გზით, ჯერ ხომ კონსტიტუცია საშუალებას გვაძლევს, ხვალ და ზეკ ეცდებიან რომ ისიც შეცვალონ. ვიკითხავთ რამდენი კაცით, რამდენი დეპუტატით ეს ივანიშვილს აღარ აინტერესებს. მან ფეხქვეშ გაიგდო კონსტიტუცია და გადათელა და ჯერ სადვარ. შესაბამისად, ის მოახერხებს იმასაც, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ საერთოდ გაპროტესტებას. ვერ შევძლებთ კომუნიკაციას. ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, მეტყვის რომ დაუჯერებელია, რას ამბობ, საიდან მოგაქვთ და ქალბატონო თამარ, ბატონო დავით, თქვენ განსაკუთრებით უფრო მეტად წლების განმავლობაში და მე გეტყვით რომ 5, 7, 10, 12 წლის წინ რომ ამბობდი, მაშინაც მეუბნებოდნენ რომ რას ამბობ, საიდან მოგაქვს ეს და მაშინ თურმე ჯერ კიდევ უღრუბლოდ წაიყო და ახლა დრო იმიტომ გვეწურება რომ თუ ჩვენ ახლა წელსვე ვერ დავასრულებთ ამ სრულ ანომალიას, სრულ კოშმარს, სრულ ღალატს საქართველოს ინტერესების, სრულ დანაშაულს, სისხლის, სამართლის, ვიცოდეთ რომ აღარ იქნება პრაქტიკულად არც ერთი შანსი წინააღმდეგობის გაწევისა. თუ მკითხავთ რას გულისხმობ, გიპასუხებ. ხო, ბატონო არმაზ, სხვა შორის მინდოდა რომ ბოლოს ზუსტად აი ამ ეგრეთ წოდებული კანონების ახალ პაკეტზე მინდოდა რომ მეკითხა, სადაც ხო, მთავარი სამიზნე არის ზუსტად თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ადამიანები და თქვენ ახსენეთ რომ ცოტა დრო გვაქვს და ცოტა დრო გვაქვს იმიტომაც რომ მზია უკვე 28 დღეა შიმშილობს, ხო, ბატონო არმაზ და ჩვენ ვნახეთ ექიმების განცხადებაც მოვისმინეთ რომ შეიძლება ერთი დღე ძალიან მალე დადგეს, შეიძლება ეს დღე, როდესაც რომელიმე ორგანომ უბრალოდ თავის ფუნქცია ვეღარ შეასრულოს. ხო, ეს ძალიან ძიმე პრობლემაა, რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენ ყველანი და ნებისმიერ წუთს, ხო, არ ვიცი, რა შეიძლება ველოდოთ. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, ჯერთი რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ უფრო მეტი და უფრო სწრაფად და ფიქრობთ რომ, რა ვიცი, ქართული ოცნება თუნდაც აი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით შეიცვლის დამოკიდებულებას. არა, არ შეიცვლის. არ შეიცვლის არავითარ შემთხვევაში და ვიტყვი ძალიან უხერხულ რამეს. ისევ ვითხოვ პატიებას, ისიც რაც გეტყვით. აი ღმერთმა უკნას
და მზიას რომ რამე დავემართოს, იმათ ეს უნდათ. იცით რატო გეუბნებით ამას შეგნებულად, პასუხისმგებლობით რომ ყველა სხვამ დაინახოს, ასევე რომ აი თუნდაც მაპატიეთ და იმათი ენით, კოლექტიური კობახიძეების ენით რომ თქვა, თუნდაც რომ ჩავძაღლდეთ. ესე იგი ნიშნავს იმას, რომ გათავისუფლებიან ერთი ჩვენგანისგან, მეორესგან, ყველასგან, ან გაგყრიან, ან დაგვაპატიმრებენ, ან უნდა მათ ენაზე ჩავძაღლდეთ. გესმით რას გეუბნებით? გესმით ხომ რას ვამბობ? შესაბამისად, სენტიმენტების გარეშე ვილაპარაკებდი მე. ამათთან, ამ დანაშაულებრივ რეჟიმთან, სენტიმენტებით საუბრის დრო და შეფასებების დრო ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში, ვინც ასე ვიცი, ამ რეჟიმის ანატომია და ბუნება დასრულებულია, იმიტომ რომ ვიმეორებ თითზე ჩამოსათვლელი თვეები დარჩა ჩვენს განკარგულებაში. ეს იმ ბოროტ მადიდებელმა ივანიშვილმა ჩვენზე კარგად იცის. ესეც ვიცი სხვათა შორის. იცის ამიტომაც კანონები გახდება ზერეპრესიული. სუნთქვა გვექნება ლიმიტირებული, გესმით? სუნთქვა ცხადია თავისუფლების ჩასუნთქვა. ესეც კი ლიმიტირებული გახდება ამ ვირეშმაკების და სისხლის სამართლის დანაშაულების ხელში. თუ გავატანინებთ. ამიტომაც მზიას გმირობა ახლა სამოქალაქო. პირდაპირ ვიტყვი, გმირობა შიმშილობის ფასად, სიცოცხლის რისკის ფასად და ყველაფერი მესმის რასთან არის დაკავშირებული. ეს არის გაუგონარი, არნახული. მე დღეს ისიც ვთქვი მის და ჩემს მშობლიურ ჭვანაში, რომ დღეს დავით მეფის ხსენებას ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აჭარას და საქართველოს უგვირგვინო დედოფალი ყავს მზიას სახით. არ ვაჭარბებ. არ არის აქ არც პათეტიკა და არც ემოცია. ნამდვილად ასეა. მადლობა. ამიტომაც მზიას საქმე ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ აქ. მადლობა რომ თქვენ ახერხებთ და ამას აკეთებთ სტუდიაში და ყველგან სადაც შეგიძლიათ. მაგრამ ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევძლოთ რომ ამ ჩვენს უწყვეტ პროტესტს შევაშველოთ. მე როგორც მოქალაქე ვიტყვი ამას და პოლიტიკოსი, შევაშველოთ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ რეჟიმს გამოვაცალოთ საყრდენები. მაშინ ვილსონის ადმინისტრაციის, ამერიკის და ყველა სხვა საერთაშორისო დასავლური ორგანიზაციის და ქვეყნის ხარდაჭერაც და ზეწოლაც ამ თავკერზა ივანიშვილზე და ჩვენი ხალხის ზეწოლაც იქნება შედეგიანი. და ჩვენ აღარ მივცემთ ივანიშვილს იმის საშუალებას, რომ თვეები გაიგრძელოს და მერე წლებით იბატონოს. არამედ დავასრულებთ, დაუსვამთ წერტილს და საერთოდ წერტილს დაუსვამთ საქართველოში იზმებს. აი ამ პოლიტიკურ მამაძაღლობას დაუსვამთ წერტილს და დავდგებით თქვენ ორივემ კარგად იცით, რას ნიშნავს ეს ნორმალური განვითარების გზაზე. კი ბატონო, მადლობა ბატონო არმას. თავისუფლება მზია ამაღლობა. თავისუფლება მზიას ყველა მძევა. კი ბატონო და ყველა პატიმარს. მადლობა. არმაზ ახვლედიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.